სანამ ამ პოლიტიკურ საკითხებზე გადავალთ, მინდა რომ ვიკითხო ერთ თემაზე. გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი იყო დღეს. სადაც ძალიან მხრედ გამოიყურებოდა ეს და ნამდვილად ხნეობას უსურვებთ იშვიათი სიმტკიცე გამოავლინა ამ კაცმა ამ პატიმრობაში. და მანამდეც ზოგადად ასეთ სიმტკიცეს ველოდებით ხომ რაც ხო? პოლიტიკოსისგან შეიძლება არ მას აშკარად ახლა პოლიტიკური ამბიციები არ აქვს ამ კუთხით და შესაბამისად ნამდვილად აღსანიშნავი ამბავი არის. რასაც ბაჩიაშვილი აღწერს, ეს ძალიან დრამატული ამბავია. და ესე იგი ესეთი სითავხედე და თან იმ ხელისუფლების მხრიდან რომლის მთავარი პოსტულატი ის არის რომ აი ადამიანის უფლებათა ციხეებში მდგომარეობის საბაბით მოვიდა ხელისუფლებაში ეს განსაკუთრებით შენზარავი არის ხო შესაბამისად მინდა კითხოთ რამდენად როგორ უყურებთ თქვენ ამ პროცესს ბაჩიაშვილის საკითხს მას როგორც მოვლენას ადამიანს და მთელ ამ ისტორიას თავდადანას დარჩა მგონი ტელეფონი და შესაბამისად შეგვიძლია გავათანოთ. კი ბატონო, გისვენთ. ირაკლი, მოგესალმებით, მესალმებით მაყურებელს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ხა თქვენ რაც მოყევით და რაც იცის უკვე საზოგადოებამ, ეს არის პირდაპირი გამოხატულება იმ უსამართლობისა, რაც დაამკვიდრა ამ რეჟიმმა და პირადად ივანიშვილმა. ყველამ კარგად იცის, რომ ბაჩიაშვილი ეს არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, ის ერთმანეთში ასე ვთქვათ აერთიანებს, არის პოლიტპატიმარიც არის, პირადი პატიმარიც არის, ნუ რეალურად ძალიან მძიმე სურათია. ეხლა საპატიმროები ახსენეთ, თქვენ ეს მართლაც იყო ის ერთ-ერთი გამონაკლისრით შეიძლება ჯერ კიდევ რაღაცა თავი მოეწონებინა ოცნების რეჟიმს, იგივე წინა რეჟიმთან შედარებით, რომ ეს პენიტენციური სისტემა, სასჯარახსულების მიმართულება, ზოგადად სიტუაცია საპატიმროებში, მაგრამ ის რაც ვნახეთ ჩვენ ეს არის წარმოუდგენელი, რაც მოხდა მის თავს. ნუ ეს ადამიანი საჭიროებს, რა თქმა უნდა, დაცვას, რა თქმა უნდა, მას უნდა უსულოთ ხმეობა, ძალიან დიდ გამბედაობა სავლენს ის და ნამდვილად ვაჟკაცი ადამიანი აღმოჩნდა და უნდა უსულოთ ხმეობა, ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მალე უნდა შევცვალოთ პოლიტიკა ამ ქვეყანაში, უნდა შევცვალოთ ეს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე მიდის მაშინ, როდესაც ეს მის არაფორმალურ მართვას ჭირდება და ნუ თითოეული ეს кейსი, ასე ვთქვათ, ეს მოვლენა არის ამის პირდაპირი დასტური. ბაჩიაშვილის მაგალითი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მაგალითი. ახლა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში იმდენად მოშლილია ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტები, ახლა იგივე სახალხო დამცველი, რა ვიცი, იმდენად მძიმე ვითარებაა ბაჩიაშვილის თავს და არა მხოლოდ მის თავს, რომ ამის მინიმუმ კვირაში ერთხელ განცხადებას უნდა აკეთებდეს და საზოგადოება მისგან უნდა გებულობდეს ვითარებას, როგორ არის ის და რა ვითარებაშია და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ეს ინსტიტუტი სახალხო დამცველზე რომ აპარაკობთ, ხოლმე უნდა ვაღიარო, რომ მე ხშირად მახსენდება, ოღონდ კარიკატურა აიბისა გიგალორდ კიფარიძის ფილმი არის, თუ რეზო ჩხეიძის რაიკომის დივანი. აი ძალიან იმის კარიკატურას გავს, ოღონდ ის თავის ძოზე შევარნაძის ალეგორიით გაკეთდა, რომ შევარნაძის დღეს ეს ამაგალითის მოყანა ხო, მაგრამ ძალიან წააგავს ეს კაცი ამას. უნდა გკითხოთ გიორგი აუცილებლად ჩვენ სხვა შორის წინას ჩვენთან სტუმრად რო იყავით, საუბრობდით თვალჭრელიძის ქუჩაზე და ვერ მოვასწარით მაშინ საუბარი ჩორჩანეს ეპიზოდზე, უბრალოდ ვიხუმნეთ რაღაც, მაგრამ ეს ხუმრობის მიღმა არის ეს პროცესი სინამდვილეში, იმიტომ რომ გამოდის თავდაცვის დივანი, თავზვერვის უფროსი რა ვიცი, უმაღლესი თანამდებობის პირები და ამბობენ, რომ მათ ტელევიზორი ჩართეს და ტელევიზორიდან გაიგეს ეს ამბავი. დაუშვოთ ვიღაც აწყობდა პროვოკაციას. აი, დაუშვოთ ვიღაც უცხო ქვეყნის აგენტები იყვნენ მოსულები და პროვოკაციას აწყობდნენ, ხო? ანუ იქ ვიღაც ხალხი რაღაც აშენებდა საოკუპაციო ხაზთან. ანუ გამოდის, რომ ჩვენ დაზვერვის უფროსი ამას საერთოდ ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ ამას ტელევიზორში ანუ ეს თავმოყარობის ამბავია, ხო? ეს მართლა სხვა არაფერი არ არის, ხა ამას საერთოდ არის ის ხსნამალის დანაშაული გულგრილობა, შენ რო ასეთ მნიშვნელოვან დავალებას ვერ ასრულებ. როგორ აფასებთ თელა პროცესს? აშკარად იკერება ჩვენ თვალწინ საქმე. აი, აშკარად თვალნათლივ იკერება საქმე ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ნუ ეხლა უკვე 10-მდეა, მე მგონი თუ არ ვცდები, ეს სრულ მოწმე, რომელსაც ისტორია ნამდვილად აღარ ჭირდება ამას ეხლა ბევრი წლები კიდე ისტორია გავიდეს და სახელი დაარქვას, აგერ უკვე ყოველ მეორე დღეს მათ უკვე ქვიათ სრულ მოწმეები და მეორე დღეს ისინი უკვე ისტორიის ნაწილი არიან, როგორც სრულ მოწმეები. ეხლა ძალიან სწორად აღნიშნეთ თქვენ, გარდა იმისა, რომ ისინი საკუთარი ჩვენებით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იძლევიან ჩვენებას და საკუთარ თავმოყარებას გადააბიჯეს ეს ერთი. ამასთან ერთად როგორც მინიმუმ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად შესრულებას დაგვაქვს საქმე, ხო? არსებობს ესეთი მუხლიც კი არის, ანუ სამსახურებრივი გულგრილობა, ხო? ანუ მაშინ რა გამოდის მართლაც ახლა დაზვერვის უფროსი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო და ნუ საერთოდ საქმის კურსში არ იყო, რა ხდებოდა, ხო? ახდებოდა ქვეყანაში. ანუ ეს პრაქტიკულად აღიარებით ჩვენებებს იძლევენ. აბსოლუტურად აღიარებით ჩვენებებს იძლევენ. აკეთებენ ამას რატომ? აკეთებენ იმიტომ, რომ ნუ ისინი როგორც ჩანს მან აქვს სერიოზული ვალდებულება
უფლებები, როგორც უმრავლესობას ყველა ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილის და ოცნების წინაშე და ისინი მზად არიან ყველაფერს ხელი მოაწერონ. თან ეს ყველაზე სამწუხარო ვაქის არის, რომ ეს მარტო გახარიას არ უკავშირდება. ეს საქმე არ არის გახარიას საქმე ერაკლი. ეს საქმე არის ქართული ოცნება საქართველოს წინააღმდეგ. აი ეს საქმეა, ეს მე ესე დავარქმევდი ამ საქმეს. არა, ნამდვილად ეს არა, ეს ხდება პერსონალური პოლიტიკური შურისძიების საკითხს და მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებას, იმიტომ რომ ეს ცენტრალური სახელმწიფოებრივი საკითხი არის, ეს არ არის რიგით საქმე. სხვა შორის უნდა ვაღიარო რომ მე იგივეს და ძალიან მწვავედ ფიქრობდი გარაჯის საქმესთან დაკავშირებით და ეს არ იყო თავის დროზე დიდი შეცდომა, მათ შორის ბატონი გახარია მაშინ მთავრობაში იყო და ასეთი რანგის საქმე არის, როცა ცეცხლს ანთებ და ცუდ პროვოკაციას უწყობ შენ საკუთარ სახელმწიფოს. ეს ჩორჩანის ეპიზოდი ამ მხრივ ძალიან სამარცხვინვარი და საერთოდ პოლიტიკური დებატების ნაწილი არც უნდა იყოს, აი უხეშად რო ვთქვა. რა ისეთ ირაკლი რომ ანუ ეს პოლიტიკური შურისძიება იმიტომ არის საქმეშტანოვანი ფაქტორი, რომ პოლიტიკური და პირადი შურისძიების გამო ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს. ანუ ეს საერთოდ წარმოუდგენელი რამ ხდება ის მოწმენიც ვარ და აქ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ისიც რომ რაც შეეხება გიორგი გახარიას, ისინი ალბათ ამაზეც არ გაჩერდებიან. ახლა ჩვენ ხედავთ რომ იქ რაღაც 20 ივნისის საქმე შეიძლება სხვა საქმეებიც დაიწყონ, მაგრამ რეალურად ხედავენ რომ ახლა ჩორჩანას საქმე ასე ვთქვათ წააგეს პირდაპირ ვთქვათ, ხო? ახლა ერთ-ერთი მათ რჩებათ რომ პროკურატურის გავლით ეს საქმე შეკერო. ანუ ეს ხალხი და საზოგადოება საკუთარი მომხრეებიც კი ვერ დაარწმუნეს ირაკლი. კი, 20 ივნისის მე 20 ივნისით ვიდექი მაგალითად და ძალიან კარგად მახსოვს რაც ხდებოდა და ყველასთვის ტრავმატული გამოცდილება იყო, ვინც იქ იყო უბრალოდ. ახლა ამ ცინიზმს რომ აი ხა რომ დეკემბერში ხალხს აწამებდა, იმათმა უნდა გამოიძიონ თურმე 20 ივნისს და ამ დამნაშავე არავინ არ ყოფილა ახლა 6 თვის წინ, ხო? ახლა ეგ აჭამონ რა ეს ერთი ირაკლი და მე მეორე მთავარი დამნაშავე. თორმე ირთვან. 20 ივნისის მთავარი დამნაშავე დღეს პრემიერ-მინისტრია, ეგრეთ წოდებული. კი ბატონო, მახიცე და საერთოდ დაზე გვაქვს საუბარი, ხო? უნდა გითხოთ აუცილებლად თქვენს შიდა პარტიულ პროცესთან დაკავშირებით, აი ქალბლანა გალდაოს ვესაუბრებთ ახლა ჩვენ და მან აღწეროთ თქვენ ეს დაახასიათეთ ღრმა თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს. თქვენ თავმჯდომარე არ არის ქვეყანაში, ხო? როგორია მის გარეშე, ასე რომ ვთქვათ, პარტიული პოლიტიკის წარმართვა? რამდენად ჩართულია ეს შიდა პარტიულ პროცესებში ახლა დისტანციურად? ჩართულია ძალიან აქტიურად. ეხლა საბედნიერო თანამედროვე ტექნოლოგიები მოგხსენებათ. პოსტა ტელეგრაფია არ აღჭირდებათ. იძლევა იმის საშუალებას, რომ დისტანციურად მართო საიდანაც გინდა პროცესები, მით უფრო ეს COVID პანდემიის შემდეგ უფრო ეფექტური გახდა ეს მეთოდი. თან ასევე დავაზუსტოთ, რომ გიორგი გახარია არ არის იმ ტიპის ლიდერი, რომელსაც ჩვენ ვიცით, ბევრი პარტია საქართველოში რაღაც ერთი კაცის პარტიები არსებობს, ხო, ბევრი ესეთი და ნამდვილად ვინ და თუმცა თქვენ პარტიას გახარეს სახელი ქვეშ, ეს ძალიან ცენტრალური ფიგურაა და რაც თქმა უნდა ეს არის ცენტრალური ფიგურა და უპირობო ლიდერი, მაგრამ აქ არის ხალხი, არის გუნდი, რომელიც მზად არის რომ მისი თუნდაც დისტანციური ჩართულობის პირობებში არანაკლებად ეფექტურად იბრძოლოს ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. ასე რომ ჩართულია, რა თქმა უნდა, მონაწილეობს, თუმცა მისთვის თავარი ამოცანა ახლა არის ევროპაში იმ ასპარეზზე ბრძოლა და ისიც რომ იქ ბევრ საქმეს აკეთებს. ახლა ეს ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რაც იყო, რომ ეს ბოლო პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტერიალი ფორსებით 15 ივლისს გამართული, მაშინ შეძლო მან მინისტრთა უმრავლესობასთან პირადი შეხვედრების გამართვა და ის ფაქტი რომ შეძლო დაერწმუნებინა ისინი რომ მაქსიმალურად დიდი დროით რის საშუალებაც იყო უნდა გადადებულიყო ეს უვიზო რეჟიმის გაუქმების რეჟიმი, ეს ნამდვილად არის მისი დამსახურება და სანამ ბოლო შანსი იარსებებს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს სიკეთე რაც არის უვიზო მოსვლის რეჟიმი ქართულ ხალხს შეუნარჩუნდეს და თუ ვინმე უნდა დასანქცირდეს, ეს პირველ რიგში უნდა იყვნენ ოცნების მაღალჩინოსნები. და ჩვენ ახლა ისიც უნდა გვესმოდეს ირაკლი რომ ამ უვიზო მოსვლის გაუქმება ეს არ არის მხოლოდ რაღაცა დისკომფორტი მოგზაურობა. ეს არის ამასთან ერთად ეს არის ძიმე ადამიანური დარტყმა ჩვენი ქვეყნის 1000-ობით მოქალაქეზე, აქ ჯანდაცვის განათლების საკითხები და საკითხები შემოდის იცით თქვენ, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეს არის ძიმე პოლიტიკური დარტყმა. ანუ მთელი მსოფლიოსთვის ხდება აშკარა, რომ საქართველოს რომელიც ერთდროს იყო ლიდერი რეგიონში, ასოცირებულ ტრიოში, ის იყო ფაქტობრივად ლიდერი, რომელსაც პირველი შეეძლო ევროკავშირის ხარი, აგერ ხედავთ ჩვენი მეზობლები ახლა ჩვენზე გაცილებით წინ არიან და პოლიტიკურად თვითონ ის საკითხი, რომ საქართველოს გაუქმდება ეს მონოპოლარი, რასაც ქვია უვიზო მინუსლის რეჟიმი და ის დაცილდება ამით ევროპას, როგორც გეოგრაფიულად, ასევე პოლიტიკურად დიდი იმედი მაქვს, ძალიან მცირე ხნით, ხო, სანამ ჩვენ არ მოვახერხებთ ოცნების ჩამოშორების ხელისუფლებიდან, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება ბევრი სექტორისთვის, ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის, საინვესტიციო პოტენციალისთვის. ახლა რეალურად ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენი მოქალაქეების აი ამ ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნის ჩვენ მოქალაქეებს. ამიტომ ეს არ უნდა კანდიდატებთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო, თქვენი ხედვა როგორი არის კანდიდატების შერჩევის პროცესი? თუ ეს ერთდროულად შიდა პარტიული პროცესიც არის და არის კიდე ინტერპარტიული პროცესი. ინტერპარტიული პროცესები, მტკივნეული პროცესებია ტრადიციულად.
ხო და როგორ აფასებთ ამ ტემპის მოხსნას? საინტერესო პროცესია ეს ინტერპარტიული, იმიტომ რომ ამის გამოცდილება არ არის საქართველოში, ხო? ისეთი ღრმა როგორ ისი მოვსწრელიც დღეს ჩვენ ვართ, მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის რომ ჩვენ მუშაობთ, თავარი არის რომ მეც პირადად ღებულობდი რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობას და ძალიან კომფორტულად. ეხლა ჩვენ ისიც უნდა გავახსენოთ მაყურებელს, რომ შესაძლოა ჩვენ შორის ეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ამ მემორანდუმს ორი მთავარი მიზანი ჰქონდა. პირველი, ეს იყო ნეიტრალური კანდიდატები, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენი პრიორიტეტი და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ნეიტრალურ კანდიდატებს ვანიჭებთ უპირატესობას. თუმცა მეორე ვარიანტი არის პარტიული კანდიდატებიც, იქ შემთხვევაში ეს იქნება ლელოს პარტიული წარმომადგენლობა, იქ შემთხვევაში იქნება გახარია საქართველოსთვის პარტიული წარმომადგენლობა და ვინც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა კონკურენცია იქნება გამორიცხული და ამ ერთ კანდიდატს ექნება ჩვენი ორივე პარტიის მხარდაჭერა და ახლა თბილისის შემთხვევაში ამ ყველა ამბავი რო ატეხეს და რო აფრიალეს ახლა ეს დღე და ღამ ის პოსტების და იმედის ქარდები, ხო? ალეკოელიშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ადამიანია, არაფერი მის საწინააღმდეგო არ გვაქვს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხო, ჯერ ძალიან ნაადრევია. ძალიან ნაადრევია, ივლისის ბოლოს მოვიდა. მოვიდა, მაგრამ კანონმდებლობით 4 სექტემბრამდე ვადა გვაქვს ეს ერთი. ხო, მაგრამ კამპანიას ხომ ჩაატარებთ, ხო გეგმავთ? ჩავატარებთ, კი ბატონო, მაგრამ ჯერ ადრე, იმიტომ რომ ჯერ მსჯელობა მინდის, კონსულტაციები მინდის და იმიტომ გავიხსენებ მე ეს ფაქტი, რომ ჩვენ პირველ რიგში ნეიტრალურ კანდიდატებს ვეძებთ. ანუ ალეკოელიშვილი არ არის ნეიტრალური? ერთ-ერთი არა, ნეიტრალური არ არის, იმიტომ რომ პარტიის წარმომადგენელია. ნეიტრალურს უცებ ამბობ გულისხმობ პრიორიტეტი თქვენთვის უფრო არის ეს პარტია. კი ბატონო, რატომ? იმიტომ კონკრეტული გათვლა აქვს ამას, იმიტომ რომ ამ კანდიდატმა შეძლოს გაცილებით დიდი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერების მობილიზებაც მათ შორის, ხო? მას უნდა კონდეს არა მხოლოდ ჩვენი პარტიული ელექტორატის მხარდაჭერა, არამედ სხვა ოპოზიციური და არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების მხარდაჭერა. ამიტომაც არის და გვაცალუნდა. აი, რთული ამოცანა კი არის. რთული ამოცანა არის, მაგრამ ვფიქრობ შესაძლებელია. კაცეგერე, მაგრამ ბოდიში არჩეული არ თქვენ ხა დღევანდელი ამბავი თუ უწევთ ხა კალაძეს არ ადგინა ოცნება და დასტურა. თბილისის მერზე რო საუბრობ, ეხა ეს ნახეთ რას ნიშნავს რა. აი ეს ძალიან მოკლედ მინდა თქვა. ბევრი პრობლემა აქვს ოცნებას, ხო? უამრავი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მაინც მე ყოველთვის გამოვყოფ ხოლმე ორ ძირითად პრობლემას. პირველი, ეს არის კორუფცია და მეორე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის ღალატი. კალაძე არის ადამიანი, რომელიც აი პირდაპირ ჩემპიონია ერთშიც და მეორეშიც. ანუ მან ყველა რეკორდი მოხსნა კორუფციასთან დაკავშირებული, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი რო გააჩეროთ, დაგიდასტურებთ, რომ რა თქმა უნდა სიტყვა კორუფციაზე თუ ვინმე ახსენდება ოცნებიდან, ეს პირველი არის კალაძე და მეორე ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე ხშირად არის შემჩნეული და გამორჩეული ანტიევროპული განცხადებების გაკეთებაში, არ მინდა უკვე ამ განცხადებების კეთება. კავშირის ელჩი რომ გავაგდოთო და რეებს. რა თქმა უნდა, ეს თქვა ზუსტად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყო საერთოდ გავაგდებდიო. ამიტომ მეგობრებო უნდა იცოდეთ, ვინც ჯერ კიდევ არ ვიცი ფიქრობთ, ყოყმანობთ, რომ ოცნება შეიძლება მხარი დაუჭიროთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ კალაძის წარდგენით ოცნებამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ჩვენ რომ ისინი არაპირებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და ხა ეს ბოლო ამბები რაც არის, ეს არის მხოლოდ უბრალოდ ფასადური რაღაცა იმიტაცია, ვითომ კორუფციას ებრძვიან, იმიტომ რომ ხა ერთის მხრივ რაღაც მილიონ ნახევარზე გამოეკიდა თავდაცვის სამინისტროს რაღაც მოადგილის დონეზე ჩინოვნიკს და მეორეს მხრივ კალაძე წარადგინა თბილისის მერად, ბუნებრივია ეს არის დასტური იმისა, რომ არაფერი ამ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში არ შეიძლება. და ასევე არ შეიძლება ოცნების ხელში ევროპული მომავლის დაბრუნების ნაწილში. მადლობა გიორგი. უარი ოცნებას მეგობრებო. მადლობა გიორგი შარაშიძე პარტიიდან გახარეს საქართველოსთვის, დამშვიდობებით გიორგი.